საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს სამსახურიდან ათავისუფლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 2 დღეში მხოლოდ საჯარო რეესტრიდან 100-ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს. სამსახურიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ მათ იმ პეტიციებზე ხელმოწერა არ აპატია, რომლითაც არაერთი უწყების ასეულობით თანამშრომელმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესის შეჩერება დაგმო. დღეს მეილზე მივიღე შეტყობინება, რომ საჯარო რეესტრი აღარ აგრძელებს ხელშეკრულებას ჩემთან. წერილში მითითებული გარემოებები ოდნავადაც არ არის ახლოს რეალობასთან. ეს გადაწყვეტილება ცალსახად უკავშირდება ჩემს მიერ დაფიქსირებულ საჯარო პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც რეესტრის თავმჯდომარე შეხვდა თანამშრომლებს და პირდაპირ მოგთხოვა მხარის არჩევა. ან ყოფილიყავით ლოიალური მთავრობისადმი, ან პირიქით გვეთქვა, რომ აღარ გვსურდა სისტემაში მუშაობა. შეკითხვის ფორმა აღიარებ თუ არა ხელისუფლების ლეგიტიმურობას, გარდა იმისა, რომ ცალსახად თანამშრომლებზე ზეწოლას ნიშნავს, სამართლებრივადაც აბსურდია. მე ახლაც ცხადია იმავე გზაზე ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება შემიწყვიტა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩემი ოპოზიციური განწყობა რუსული ხელისუფლების მიმართ და მაინც საქართველო არასდროს გახდება რუსეთი, საითაც ასე სწრაფად მიგვაქანებ წინ ევროპული მომავლისკენ. მეც მომილოცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ახალი წელი და აღარ გამიგრძელა ხელშეკრულება იმის გამო, რომ ხელი მქონდა პეტიციაზე მოწერილი არა რუსულ რეჟიმს, საქართველოს მომავალი ევროპაშია. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა არაერთმა საჯარო მოხელემ მიიღო. მათ საჯარო მოხელეების მარშიც მოაწყვეს. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სხვადასხვა უწყების ასეულობით თანამშრომელმა პეტიციითაც გააპროტესტა. ახლა კი მათ ქართული ოცნება სამსახურებიდან ათავისუფლებს.